ვისაუბროთ სტრესზე, რომელიც ფარულია და არ ჩანს. კი ბატონო, ეს არის შინაგანი სტრესი, რომელიც არ ჩანს და აი ერთ-ერთი მაგალითი არის, როდესაც ადამიანი არის პერფექციონისტი, ანუ ყოველთვის უნდა მაღალი მატერიების მიღწევა, გარეგულისხმება თანხობრივი, არამედ მაღალი მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს და უნდა რომ ყველაფერში პირველი იყოს. და როცა უხსნი ადამიანს, ვერ იქნები ყველაფერში პირველი. ვერ იქნები, ეს არ არსებობს, რომ ყველაფერში მაქსიმალურ დონეზე გააკეთო. ამათ მერე აქვთ რასაკვირველია პრობლემები, შფოთვითი აშლილობა, დეპრესია, ფრუსტრაცია, ჩავარდნა. და აქაც ძალიან სერიოზული სამუშაოა, თავიდანვე მშობელმა არ უნდა ჩაუდოს, შენ უნდა იყო პირველი, შენ ხარ ყველაზე მაგარი და ყავს ასეთი პაციენტები, მაგრამ ეხლა ნახეთ რა ხდება, მერე როდესაც მშობელის და ბავშვი გაიაზრებს, მას შემდეგ რაც ბავშვს პრობლემები შეექმნება, ბავშვს უნდა ხოლმე იმ როლში დარჩენა. იმიტომ რომ მშობელმა უკვე შეცვალა თავისი ტაქტიკა, მიხვდა ასე ვთქვა თავის შეცდომას, იმიტომ რომ პრობლემური ბავშვის სახეზე ყავს, მაგრამ ბავშვს უნდა ხშირად ну ახლა ყოველთვის არა რა თქმა უნდა ამ მდგომარეობაში დარჩენა, იმიტომ რომ მეტს იღებს მშობლებს და ყოველთვის აძახებს, რომ აი შენ ჩემთვის არ გაგიკეთებეს და შენ. ამიტომ ბავშვებმაც მშობლებმაც ყველამ უნდა გავიგოთ, რომ საკუთარი შეცდომებიც დაგვიშვია რა თქმა უნდა და ჩვენ არა ვართ იდეალური მშობლები არც ერთი. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს არც იდეალური მშობელი და ალბათ არც იდეალური შვილი. ანუ მოლოდინები ჩვენ ზედმეტი ბავშვს არ უნდა ჩავდოთ და ბავშვმაც უნდა იცოდეს, რომ მას მიიღებენ ისეც, ახლა თუ არ მიიღებს 10-იანს მან და მაინც ამ რაღაცა საგანში, ამით არ დაიქცევა ქვეყანა და პირიქით. მაგალითად, ერთ-ერთი ცნობილი მომღერალი ამბობდა, რომ არასოდეს კონკურსში პირველი ადგილი არ აუღია. ყოველთვის იყო მესამე, ყოველთვის იყო მეორე, ზოგჯერ, მაგრამ ნომერ პირველი მომღერალია იმ ქვეყნის, გესმით? ანუ არ არის აუცილებელი ეს პირველობა და მე მინდა გითხრათ, რომ თუ ადამიანი შრომობს, თუ ადამიანი წვალობს, თუ ადამიანი ბევრ რესურსს დებს, თუ გინდა პროფესიაში, თუ გინდა თავის ოჯახში, ის აუცილებლად დაუფასდება. პრაქტიკულად არ არსებობს ასეთი შემთხვევა, რომ არ დაფასდეს. შენ როცა არ ელოდები, მაშინ მოვა ის გამარჯვება. ნუ რა თქმა უნდა, მე ვამბობ, რომ როცა წესიერად, პატიოსნად შრომობ და დებ რესურსებს იმ შენს საქმიანობაში, იქნება შინ თუ გარეთ.